საიდან ვარ? სვანეთიდან. კი ბატონო, კი. კი ბატონო. დაზარალებულს ჯერ მე ჩემ თავს ვერ უწოდებ, სანამ სასამართლო არ და კამერებისკენ იყურეთ ჟურნალისტები რომ დაგიწყოთ კითხავთ. მაინც აქეთ ვიყურო? კამერებისკენ იყურეთ. კარგი. მოგესალმებით, მე ვარ თეონა მარგველანი. ჩემს ოჯახს პრობლემები შეექმნა ტურისტულ კომპანია ინტერკონტინენტალთან და ჩვენი აქ მოსვლის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ თავისუფალი მედიის საშუალებით მივაწვინოთ ხმა საზოგადოებას და ჟურნალისტების დახმარებით მსგავსი ფაქტები იქნას გაშუქებული ობიექტურად. მე და ჩემი ოჯახი ვართ ფინანსურად და მორალურად დაზარალებულნი ტურისტული კომპანია ინტერკონტინენტალის მიერ. 21 აგვისტოდან 31 აგვისტომდე უნდა დაგვესვენა ეგვიპტეში. ჩვენ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტურად დაცული. 15 აგვისტოს, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა ტელევიზიით განცხადება და მსოფლიოს წამყვანი ტელეარხები CNN, BBC, Euronews და ასე შემდეგ საუბრობდნენ ეგვიპტეში დაწყებული მასობრივი შეტაკებებისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ, ჩვენი კონტრაქტი ჩვენ და მათაც ასევე გავალდებულებდა, რომ ერთმანეთი ჩაგვეყენებინა საქმის კურსში, ვინაიდან ხელშეკრულებით არსებული მდგომარეობა განიმარტებოდა როგორც ფორს მაჟორი. 16 აგვისტოს საღამოს ჩვენ მივედით ინტერკონტინენტალის ოფისში, სადაც მიმდინარეობდა თათბირი, ეს გვითხრა მათმა თანამშრომელმა. სწორედ მან დაგვამშვიდა და იმ დროს, როცა თვითმფრინავებს ტურისტები უნდა გამოეყვანა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ეგვიპტიდან, ის გვამშვიდებდა და გვეუბნებოდა, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობდა. სწორედ ამ დროს, ამავე დღეს, სხვა ტურისტული კომპანიები თვითონვე უკავშირდებოდნენ თავიანთ ტურისტებს და უბრუნებდნენ თანხას სრულად, რადგან ეს იყო საგანგებო მდგომარეობა. ინტერკონტინენტალი 20 აგვისტოსაც გვიმტკიცებდა, მათ შორის მათი იურისტიც გვიმტკიცებდა ამას, რომ ფორს მაჟორი არ არის და იქ სრული სიმშვიდეა, თუმცა ჩვენ თვითონ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია ვნახეთ, მოვიძიეთ და თვით ხურგადაში სასამართლოზე მოხდა თავდასხმა და სწორედ ხურგადაში მივდიოდით ჩვენ დასასვენებლად. ჩვენ შორის დადებულ კონტრაქტში ფორს მაჟორი შემდეგნაირად განიმარტება. რა თქმა უნდა, ეს კონტრაქტი მე ახლაც თან მაქვს. საომარი მოქმედებების დაწყება, ტერორისტული აქტები, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება, ეს უკვე ნიშნავს ფორს მაჟორს, რომელიც არსებობდა იმ დროისათვის. ფორს-მაჟორული მდგომარეობის დადგომამდე ჩვენს მიერ, როდესაც უკვე ვხედავდით, რომ იქ მდგომარეობა იძაბებოდა, არაერთხელ იქნა კითხვა დასმული მათ მიმართ, რაზეც მათ მოგვიგეს, რომ თუ ფორს-მაჟორი გამოცხადდებოდა, ჩვენ თანხა დაგვიბრუნდებოდა სრულად. ამ ყველაფრის ფონზე ინტერკონტინენტალი თავის ტურისტებს არ უბრუნებს სრულ თანხას და ეუბნება, რომ ფორს-მაჟორი არ არის, რომ ხელშეკრულებას არ ღვევენ არა ისინი, არამედ ტურისტები, რადგან გამგზავრებაზე ტურისტები ამბობენ უარს. თუმცა სხვა ტურისტულმა კომპანიებმა თანხები სრულად დაუბრუნეს თავიანთ კლიენტებს. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ უნდა ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ სხვა ქვეყანაში, მაშინ როცა ჩვენი ქართული ტურისტული კომპანია სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად გვიშვებს სამოგზაურო დომში და თუ არ წავალთ, გვაჯარიმებს და გვიყვირის. ჩვენ შეურაცხყოფილი მოქალაქეები მივმართავთ სასამართლოს აუცილებლად იმისათვის, რომ ეს საკითხი გაირკვეს ცივილურად და არა ისე, როგორც ამას წყვეტს ინტერკონტინენტალის დირექტორი ნინო მახვილაძე. ეს გადაწყვეტა მოიცავს მისი მხრიდან ყვირილს, ჩხუბს და ადამიანების შეურაცხყოფას. ინტერკონტინენტალი მსგავსი ქმედებებით ჩრდილში აყენებს სხვა ტურისტული კომპანიების რეპუტაციას და არა მარტო ტურისტული კომპანიების, არამედ ჩემი აზრით ზოგადად ქართული ბიზნესის რეპუტაციას. დიდი მადლობა. დაახლოებით არა, ზუსტად გეტყვით, ეს არის 930 ლარი. მე მივმართე ადვოკატს, რომელსაც მე უკვე გაფორმდა მინდობილობა და აი დღეს ვაპირებ უკვე მივიდე და ეს ჩვენი ეს პრესკონფერენციის შესახებ მან უნდა შეიტყოს, ჯერ არ იცის და აუცილებლად უნდა შევატყობინო და უბრალოდ სხვა გამოსავალი არ მაქვს, იმიტომ რომ მე ამ ადამიანმა ეს მომაძახა, რომ სადაც გინდა იქ მიჩივლეო და სად უნდა ვუჩივლო თუ არა სასამართლოში. კი ბატონო, არა, მე ამ ინფორმაციას არ ვფლობ სამწუხაროდ, იქ კი იყვნენ ადამიანები, ანუ ჩვენ იქ ერთად აღმოვჩით ამ ოფისში, სადაც მოხდა კონფლიქტი, ასე ვთქვათ,
მაგრამ მე არ მაქვს იმ ადამიანების სახელები და გვარ მე იმედი მაქვს რომ ისინი თუ ნახავენ აი ამას შეიძლება თვითონვე დაგვიკავშირდნენ ჩვენ როგორც ამას ქვია შეურაცხყოფა და უფლებების შელღა ამას მე ვერაფერს ვერ დავარქმევ არანაირი მიზეზი არ დამისახელეს აბსოლუტურად. მათ მითხრეს, რომ ეს ასეთი წესია, ეს ხელშეკრულებაში წერია, თუმცა ვერავინ ვერ ნახა, რომ ხელშეკრულებაში ეს წერია. თანხის 10%-ს ქვითავენ. 10%-ს ქვითავენ, დანარჩენი 2 ეტაპად მოგცეს ისიც კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე. ანუ შეთანხმება მოხდა ჩვენ შორის ასეთი. ჩვენ არანაირად არ დაგვძაბვია ურთიერთობა ერთმანეთში, რომ მივედით დაველაპარაკეთ ამ არსებულ მდგომარეობაზე, კარგი ითო გვითხრეს თუ ასეთი მდგომარეობაო, ჩვენ თანხას სრულად დაგიბრუნებთო. ამ შეთანხმების შემდეგ პირველი თანხა ან ნაწილი გადაიხადეს წინა დღეს, მეორე დღეს როცა მოხდა შეთანხმება, რომ დარჩენილ თანხას სრულად დაგვიბრუნებდნენ, ჩემმა მეუღლემ მიიღო მესიჯი ტელეფონზე, რომ ამ კომპანიამ გადაწყვიტა, რომ უნდა დააკავოს 10%. ოღონდ ამახსნა განმარტებისთვის, რომ გაგვეგო რა 10%-ს გვიკავებდნენ, საპასუხოდ მივიღეთ ის, რომ ეს ესეა. 10%-ის გარდა ჩვენ 2 ეტაპად თანხა დაგვიბრუნეს, ანუ ის 90%. მაგას მე ადვოკატთან კონსულტაციის მერე გადავწყვეტ. მე ხარ რას ვითხოვ, ან მე რაც მჭირს, მე ხარ თქვენ მოგახსენებთ, მაგრამ ადვოკატი თვითონ მეტყვის რა და როგორ, ეს უკვე იურიდიული საკითხებია, მე ამას ვერ გეტყვი. დოკუმენტები არ ვიცი, აი აგერ მაქვს ხელშეკრულება, სადაც წერია და მსგავსი არაფერი არ წერია, რომ მათ უნდა და არ როგორ არ წერია, უკაცრავად ეხლავე მოგახსენეთ. ანუ ტურისტის მიზეზით, ტურის გაუქმების შემთხვევაზეა ლაპარაკი. ანუ მათ მთლიანი საფასურის 10% იმ შემთხვევაში უნდა დამიბრუნონ, თუ მე აქ ვადებია მოცემული 16-14 კალენდარული დღის შემთხვევაში, 14 რომ ანუ ეს უკვე დეტალებია, რომელიც სასამართლოზე ბუნებრივია განიხილება. აი აქ წერია. რა თქმა უნდა და მე მეუბნები რომ ისინი არ აღიარებენ ამ ფორსად. ბოლო დღემდე, ანუ 20 აგვისტოსაც მათი ტუროპერატორი მე რა თქმა უნდა არავის სახელსა და გვარს ახლა არ დავასახელებ, თუ საჭირო გახდა მე დავასახელებ, მეუბნებოდა რომ ფორს მაჟორი არ არის. და აქ წერია, მე ხო წაგიკითხეთ, ფორს მაჟორი მათივე ხელშეკრულებაში რას მოიცავს? მე-6 პუნქტია ფორს მაჟორი და წერია ის, რაც ჩამოგითვალეთ, უგნებავთ კიდევ გაგიმეორებ. ფორს მაჟორი ხო არ ვიცი. ისინი ამბობენ რომ არ არის ფორს მაჟორი და ამიტომ თანხა არ უნდა დაბრუნდეს სრულად. თეონა მარგველანი. მადლობა თქვენ. მოგესალმებით.